მოგესალმებით. შემდეგი ორნამენტი აი ესეთი ლამაზი გვაქვს. ხედავთ ისე ცოტა მოხრა აქვს. ძალიან ლამაზად შეიძლება მოუხდეს ჩვენს აი ესეთ წინა დეტალს, რომელიც გავაკეთეთ აი ესეთ ვთქვათ, აი ესეთნაირად, რომ გამოდიოდეს. სხვადასხვა ფორმით შეიძლება, ან პირიქით ესე ამოუყენოთ, აი ესეთ ძალიან ისეთი მდიდრული ლამაზი ორნამენტია. მოკლედ, ყველა ბევრ სხვა ორნამენტს მოუხდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ეს გაჩვენოთ. ეხლა ესე იგი ჩვენ გვინდა იგივე ძაბს ვიღებ, რა თქმა უნდა, ყაის ნაყიდს მაქვს 3.25 ესეთი ზომის და მოდით მივახოთ ცოტას აი ესე. ძაფიც იგივე ძაფი გვაქვს, რასაც აქამდე ვგზავდი, ერთი და იგივე ჩანთისთვის რახან ვიყენებ. ესე იგი ჩვენ ვიწყებთ ქსოვას აი ამ ესეთი წრიდან, აი ამ ადგილიდან ვიწყებთ ქსოვას და აქ ვაკეთებთ ესეთ რგოლს ესე და აქ უნდა მის რგოლის გარშემო ავკრიფოთ ესე პირველი ერთი თავისუფალი თვალი და შემდეგ ავკრიფოთ პრინციპში თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ზომის მოგსოვოთ. უბრალოდ ეხლა აი ჩემი რა ზომის არის. აი ამ ზომისთვის ეხლა მე აქ მაქვს აკრეფილი 17 თვალი აი ეს წრეზე. 17 თვალით მაქვს მოგსოვილი, ანუ თვლები ნამატის გარეშე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თან ცოტას მოვკაჩავ ამ ძაფის ბოლოს დავაპატარა ბოდნა 10 მოგსოვე ხო? კიდევ 7 1 2 3 4 5 ძალიან მოიჭიმა ეთყობა 5 6 და 7 ეს მოკაჩვა ხო რგოლის ჯობია სუსუ ბოლოს გააკეთოთ უბრალოდ თან ძაფი შიგნით მინდოდა ჩამეყოლებინა და ამიტომ ცოტა ისე მოვკაჩე ზედმეტად აი ესე იგი 17 თვალი გვაქვს პირველ თვალთან შევაერთოთ შემაერთებელი თვალით და ეხლა ჩვენ მოგხსოვთ პრინციპში აქ შეგიძლიათ პირდაპირაც გააგრძელოთ ანუ პირდაპირი ან ჩაკეტვის გარეშე შეგიძლიათ აამაღლოთ და ისე პირდაპირად შესაძლებელია მაგრამ ეხლა აქ რა არის საყურადღებო რომ უკანა კედელში უნდა შეხვიდეთ ხოლმე ეხლა აი უკანა კედელში შესვლით უნდა მოგხსოვოთ თვლები ნამატის გარეშე აი აქ პირველი ესე იგი ეს არის პირველი თვალი ხო აი აქ თვალი ნამატის გარეშე და ეხლა ჩვენ ჯამში გვქონდა 17 თვალი. ესე იგი, აქ 17 და ერთი თვალი, აი ცენტრალური, იქ უნდა გამოვტოვოთ, აი მოპირდაპირ მხარეს და აი აქ უნდა მოგხსოვოთ ჩვენ 8 თვალი, ხო? 8 ეს იქნება 16 და ის ერთი თვალი. ესე იგი, ეს ერთი მოგხსოვე, ისე უკანა კედელში შესვლით. 2 3 4 5 6 7 8 8 თვალი გვაქვს. ეხლა აი აქ ვტოვებთ ჩვენ აი ამ ცენტრალურ ესე თქვათ, აი ამის მოპირდაპირ სცენარს დავიწყეთ, ამის მოპირდაპირე გამოდის ზუსტად. აი ამ თვალს ვტოვებთ და მაგის ნაცვლად აქ გვექნება 5 თავისუფალი თვალი. 5 თვალი გაქვთ. და აგრძელებთ ერთი თვალის გამოტოვებით. და ისე უნდა გქონდეთ, აი ამ თვალს ტოვებთ და წესით 8 თვალი უნდა გქონდეთ, ხო? ისე თვლები ნამატის გარეშე უკანა კედელში შესვლით. 2 3 4 5 6 7 და 8 კი, ზუსტად 8 თვალი მაქვს. აი ეს, ნახეთ?
შეგვიძლია მოვიჭრათ ახლა რო არ შეგვიშალოს ძაფის ბოლო. ესე. აი აქ მოვედი, ხო? ეხლა უნდა მოვტრიალდეთ. ნახეთ, აი ეს მოგსოვე ახლა ეს ადგილი. ეხლა აი აქ ვარ სადღაც. აი უნდა მოვტრიალდეთ და მოტრიალებისას აი აქ. აქ შეგიძლიათ თუ გინდათ რომ ეს გამოკვეთილი წვეტო გამოგივიდეთ, შეგიძლიათ რამოდენიმე თავისუფალი თვალი მოგსოვოთ და მაშინ ესე ამოიბურცება. უფრო ესეთი კვეთრი ისექნება, მაგრამ მე არ მინდა ძალიან კვეთრი ესა კიდე და ნახეთ აი თუ დააკვირდებით აქ. მაქვს ერთი თვალი მაქვს მხოლოდ. კი, ერთი თვალია მხოლოდ მოგსოვილი თავისუფალი თვალი. თუ მოგსოვთ 2-ს ან 3-ს, ხო? უფრო წვეტიანი ის იქნება მოტრიალება. 1, 2, აი მაგალითად 3, ხო? და მოტრიალდით. აი ესე თუ მოგსოვთ, ნახეთ როგორ ამოიკუზა? აი ძალიან ისე კარგად თითქოს ეკალივით იქნება. მე არ მინდა ახლა ესე ეკალივით და ერთი თავისუფალი თვალი. ესე მოგსოვოთ და აი აქ ისე უკანა კედელში შესვლით. აი ესე თვლები ნამატის გარეშე. აქ მოგსოვთ რამ სანამ არ მიხვალთ არკამდე. ესე იგი წესით 8 თვალი უნდა იყოს, ხო? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 თვალი გაქვთ ახლა. შემდეგ არკაში უნდა მოგსოვთ თვლები ნამატის გარეშე, ოღონდ ახლა იმის გამო რომ რახან თუ გინდა თქვენ რომ მოიხაროს თქვენი ნაკსოვი, აი ეს ნახეთ, ხედავთ? შეგიძლიათ მთლიან ასე სწორიც გამოგივიდეთ, თუ მაგალითად არკაში ესე გააკეთებთ, აქ ხო 5 თვალი გვაქვს, ესე გააკეთებთ 3 თვალს ნამატის გარეშე არკაში, შემდეგ 5 თავისუფალ თვალს და ისევ 3 თვალს არკაში ნამატის გარეშე. მაშინ ეს იქნება სიმეტრიულად, აი ესე პირდაპირ გაიწავა. ესე ყოველ რიგში თუ ასე გააკეთებთ. მაგრამ მე რახან მინდა ცოტა მოხრა, აი ესეთი იმის მიხედვით თქვენ მარცხნივ, აი ეს ნახეთ, ფაქტიურად ისე რომ შეხედოთ ორივე მხარე წაღმათ შეიძლება წარმოიდგინოთ, იმიტომ რომ ხან ერთ მხარეს გსვთ, ხან მეორე, მაგრამ აი ერთი რაც არის განსხვავება, აი ეს გული, ეს უგუღმაა. აი აქ წაღმა, აი ეს არის თქვენი წაღმა ახლა, აი ესე. იმის მიხედვით თქვენ აი ასე თუ გინდათ, ამისი სიმეტრიული თქვენ დაგჭირდებათ, ასე ხო ვერ დადებთ, ხო, იმიტომ რომ უგუღმა მხარე დაგიჭდებათ აქ. ამიტომ მაშინ აი ქსოვისას ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ესეთ რკალისებურს აპირებთ, ეხლა მე როგორც მოგსოვ, ხო? აი აქ გავაკეთებ, ეხლა მე ვთქვათ ერთჯერ აი აქ გავაკეთებ 3 თვალს, ნახეთ, 3 თვალია, აქეთ 2-ია. მერე შემდეგშიც ასევე 3 ერთ მხარეს, 2 მეორე მხარეს. აი ესე, სულ ერთ და იგივე მიმართულებით არის უფრო მეტი თვლები, მეორე მიმართულებით ნაკლები და იმ მხარეს ესე წაიხრება. მაგრამ მეორე სიმეტრიული რო გინდათ მოგსოვთ, აი ამ ადგილას რომ მოხვალთ, პირიქით უნდა გააკეთოთ. აი ნახეთ, ეხლა მე მოგსო მაგალითად 3 თვალს, ხო, 3 თვალს ნამატის გარეშე. აი ეს. და 5 თავისუფალ თვალს. აი ესე. შემდეგ მოგსოვ 2 თვალს ნამატის გარეშე, არკაში. აი ეს. ეს ახლა წახრას წაიღებს აი აქეთ. აი აქეთ წავა. მაგრამ მე რახან თუ მინდა სიმეტრიული ესეთი დეტალი, ასევე, ხო? მაშინ მეორე დეტალს როცა მოგსოვ, აქ გავაკეთებ 2 თვალს ნამატის გარეშე, 5 თავისუფალ თვალს და აქ იქნებოდა 3 თავისუფალი, ესა 3 თვალი ნამატის გარეშე. ორივე მჭირდება, მე ფაქტიურად ასე მაქვს გათვლილი, რომ სიმეტრიული დეტალები მჭირდება მე. მხოლოდ ერთს არ გამოვიყენებ, 2 მინდა მე. ამიტომ აი ესე გაითვალისწინეთ. ეხლა მე კი მოგსოვე აი ესე 3, აქეთ 2, ხო? აი ესეთი ასიმეტრიულობა. მაგრამ მეორე დეტალს რომ მოგსოვ ასეთივეს, იქ პირიქით გავაკეთებ. მოგსოვ 2 თვალს ნამატის გარეშე, 5 თავისუფალ თვალს და 3 ამ ადგილას მექნება 3 თვალი ნამატის გარეშე. ეხლა გამოცდილები მე მგონი მიხვდებით და არ გაგიჭირდებათ ეს. კარგით, ეს დეტალი მოკლედ აი ესეთი წახრით წავა. აი ესე მოიხრება. კარგით. ეხლა ისე უკანა კედელში შესვით უკვე ეს არკაში მორჩით, ხო? აი აქ უკანა კედელი. აქაც უნდა გქონდეთ 8 თვალი, ეხლა
ნამატის გარეშე. აი ხა რასაც გსო ეს მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე. აი ესე. აქაც აი როგორც აქ მოუხვიე, ესე იგი ერთი თავისუფალი თვალი, ავტრიალდით და აი იგივე თვალში უკანა კედელში 1 2 აქ უკვე მეტი გექნებათ, იმიტომ რომ ნახეთ არკის იმაზე უნდა გადავიდეთ, ხო, არკაში რომ მოგსოვეთ. ახლა 8 თვალი აღარ გექნებათ. გექნებათ 800 + 2 10. აი ესე 1 2 3 4 სულ უკანა კედელში შედიხართ. 5 იყო 6 7 8 9 და კიდევ ერთია. აი ეს მეათე. აქაც ესე ნახეთ, ეხლა დააკვირდით, აი წინ აქ იყო 2, ხო, აქეთ მხარეს, აქეთ 3. ისევ, აი ესე იგი, საიდაც 2-ია, იქ 2 უნდა მოგსოთ. 1 თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. 5 თავისუფალი თვალი და 3 თვალი ნამატის გარეშე. 1 2 3 აი ესე და აქეთ გააგრძელებთ. აქ გექნებათ 11. ხო ხვდებით რატო? აქ იყო 8 და აქ 3 გქონდათ. აი აქ 3 თვალი გაქვთ. დააკვირდით? 1 2 3. ამიტომ უკანა კედელში შესვით. აი როგორც კი არკაში დაამთავრებთ, აქ 3 რომ მოგხსოვე, ხო? 3 თვალი ნამატის გარეშე არკაში, შემდეგ უკვე უკანა კედელში შესვით უნდა გააგრძელოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. როგორც გითხარით, აქ 11 უნდა გქონდეთ. მაგრამ ეხლა ნახეთ, დააკვირდით. 11 ეს ბოლომდე რო ავსულიყავით, მაგრამ ნახეთ, ჩვენ გვინდა აი ახლა სად ვართ, მოდით. აქეთ მოდის. მე ახლა აი ესე ვგსო, მოგლეთ. აი ასეთ სიმეტრიას ვაკეთებ, ესეც. მოხრას უფრო სწორად. ამიტომ მე ახლა აი აქ მოვდივარ, ნახეთ. აი ბოლომდე არ გინდათ ასვლა, იმიტომ რომ უნდა წაანაცლოთ. აი ნახეთ, აქ 1 2 3. 3 თვალით ქვემოთ უნდა ჩაამაგროთ. ამიტომ ნახეთ მოვშლი 1 2 3. აი ესე. ხო, ეს ახლა ესეთი წანაცვლებები უნდა გამოგვივიდეს, ცოტა ქვემოთ უნდა დაამთავროთ. ესე იგი, აქ გამომივიდა მე 3 თვალი რომ მქონდა, ხო, არკაში, მაგის შემდეგ 1 2 3 4 5 6 7 8 მოგხსოვე, 8 თვალი ამის შემდეგ. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. იგივე თვალში, თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ სანამ არ მიხვალთ არკამდე. აქ ფაქტიურად თქვენ გადათვლა აღარ გჭირდებათ, უბრალოდ არკამდე სანამ არ მიხვალთ, უკანა კედელში შესვით უნდა გსოვოთ თვლები ნამატის გარეშე. არკაში იმის მიხედვით წინა რიგში, აი თუ აქ წინა რიგში ქონდათ 3 ნაკსოვი, აქაც ჯერ 3 თვალს მოგხსოვთ ნამატის garaშე, შემდეგ 5 თავისუფალ თვალს. შემდეგ აქეთ ნახეთ 2-ია, აქ 2-ს მოგხსოვთ, აი ამ ადგილას არკის აქეთ. მოდით ნახოთ. ეხლა აქ ისევ თუ გინდათ რომ აქ თუნდაც წვეტიანი ნაკსოვი გამოგივიდეთ, უფრო მეტი თავისუფალი თვლები უნდა გააკეთოთ. მოდით გაჩვენებთ მე. კარგით, ახლა ჯერ გავიდებ. აი რომ მოტრიალდები გაჩვენებთ. აქ კიდევ არის ერთი თვალი, უკანა კედელში შესვლით, აი ესე. ესე და ეხლა არკაში მოვედი. ესე იგი, აი აქ მაგ ნახეთ 3 1 2 3. აი აქედან თუ შეხედავთ, უფრო კარგად ჩანს. 1 2 3. ესე იგი, აქეთ ხარეს ამ არკის აქეთ ხარეს 3 გვინდა. 2 3. 3 თვალი ნამატის garaში. 5 თავისუფალი თვალი. და აქეთ 2, ხო? ერთ მხარეზე 3, ამ 5 თავისუფალი თვალის მიმართ, ხო? მეორე მხარეზე 2.
2 აი ეს. აი გვეთ ჩანს ხო, ცოტა რომ მოიხარა ეს წამოვიდა. კარგით, ეხლა აქეთ უნდა გავყვეთ. აბა, აი სადაც პირველივე თვალია, უკანა კედელში შესვლით. ეს უკანა კედელში შესვლას რო აკეთებ ძალიან ლამაზ ისეთ სივრცით იმას რელიეფურ ზედაპირს გაძლევთ და ამიტომ ძალიან ლამაზი უზორი მიიღება. ეხლა აქაც ბოლომდე არ გავალთ, ბოლო 3 თვალს დავტოვებთ მოქსოვის გარეშე. ოღონდ აი 3 თვალი ბოლო დააკვირდით, ის მოტრიალების ბიჯის თვალი კი არ არის. 1, 2, 3 და ფაქტიურად აი აქ გვინდა კიდე 1, აი ესე. ეხლა აი რომ მინდოდა მეჩვენებინა. ეხლა მე რახან 1 თვალს ტოვებ, ხო, აი ესეთი კიდეები მაქვს, მაგრამ თუ მე მოგვსოვდი 2 თვალს მაგალითად, აი 2 თავისუფალი თვალი მოტრიალებისას, უფრო წვეტიანი გამოვა, ნახეთ. აი ესე. მოდით კიდევ ცოტა მოგვსოვო. აი ესე. ხედავთ, უფრო წაწვეტებულია ვიდრე ეს ადგილი. თუ 3-ს მოგვსოვთ, კიდევ უფრო წაწვეტდება, მოდით. მაგრამ უფრო თავისებურ სტილს აძლევს, რა თქმა უნდა. აი 3 თავისუფალი თვალი მოგვსოვე. და ამის შემდეგ ნახეთ როგორ ამოიწია? კარგად ამოიწია ეს ადგილი ახლა. მაგრამ სტილი იცვლება, რა თქმა უნდა, ამის მიხედვით. აი ესე ნახეთ. აი როგორია. ხედავთ, აქ ძალიან მარტივად არის მოხვევები. აქ ძალიან ისე ზოგჯერ უფრო მეცაც აკეთებენ, 5 თვლიანსაც კი აკეთებენ. აი 5 თვალი. ნახეთ. და ესე შემდეგ თუ წაყვებით, აი საკმაოდ მსხვილი ეს არის წვეტი, ესე ვთქვათ, თითქოს ფოთლის წვეტებია ესეთი. აი ნახეთ, აი ესეთები გამო. ესეც ლამაზია სხვათა შორის, ისე არ არის რომ აი ულამაზო. ეს ძალიან ლამაზია, უბრალოდ თითქოს უფრო იმას გავს ფარშევანგის კუდივით. აი ეს როცა ესეთი წვეტები აქაც თუ წვეტი გექნებათ ისე ლამაზად. ძალიან ლამაზია სხვათა შორის. მე ხა ვფიქრობ, ორივეს ვსდი მე და მე ნახოთ რომელი უფრო ესე ჩაჯდება იმაში. ყვავილები, მე ხა უფრო ყვავილები ვითამაკ და ეს კუდისის არ ვიცი რამდენად უფრო მე ფოთლის ეფექტი უფრო მე მგონი გამოვადგება. აი ხედავთ სხვაობას ხო? ეს ესენი ერთი თავისუფალი თვალით არის, ეს 5. კარგით, მე ერთს დავტოვებ მაინც. როგორც მე მჭირდება. აი ესე თქვენ გეცოდინებათ, რომ განსხვავება როგორ გამოდის. ესე გამოყვებით ახლა. ესე იგი ყოველ მოხვევაზე, აი მოხვევისას ხო რომ მოდიხართ, აი 3 თვალს ტოვებთ, აი ბოლომდე არ მიდიხართ და აი ეს არის თავარი რაც უნდა დაიმახსოვროთ. სიგრძეც თქვენზეა დამოკიდებული, რა სიგრძეც გინდათ გააკონტროლეთ, ან რამდენი რიგიც გინდათ, იმის მიხედვით გაიზრდება თქვენი ნაკსოვი. წაგრძელდება, ესე ვთქვათ. კარგით, აი ეს. ეხლა აქ ხვდებით, აქ 3 აქ 2 მაქვს, ხო? აი აქედან უფრო კარგად ჩანს, საიდანაც წაღმა მხარეს უყურებთ. 1, 2. ამიტომ აქ მექნება, ეხლა რომ მიევალ არკაში, მექნება ჯერ 2 თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ 5 თავისუფალი თვალი. აი ახლა ნახეთ, 1 და 2. აქეთ მხარეს უფრო ნაკლებია და მუხრაც მიიღება. 5 თავისუფალი თვალი. და ეხლა აქეთ 3. აბა თუ შეხედავთ 1, 2, 3. ანუ აქეთ მხარეს 3 თვალი ნამატის გარეშე. 2 და 3 და აგრძელებთ. ისევ აგრძელებთ უკანა კედელში შესვლით, სანამ არ დაგრჩებათ 3 თვალი, აი კიდეზე, აი აქ. სანამ აი აქ 1, 2, 3 და აი აქამდე მოხვალთ, ხო? აი მოტრიალდებით ისე ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდებით, ისევ წამოყვებით. აი ესე უნდა გააგრძელოთ და გააგრძელოთ. ხა ეს დიდი გამოდის, ხედავთ, უფრო სქელი ძაფია. და ესე იგი, იმის მიხედვით რამდენი რა სიგრძე გინდათ. მე ხა ნახეთ ამ ხრელებს თუ გადავდით 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 მაქვს. უბრალოდ ბოლო ხრელი ცოტა უნდა დააპატარო. კიდე მერვე, ოღონდ ეს სრულყოფილი არ არის. აი აქ მე გაჩვენებთ. ეხლა რამდენი, ესე იგი 1, 2,
3 4 5 6 1 2 3 4 5. ანუ კიდევ რამდენიმეს მოგსოვ და მე აი ბოლო დაბოლოებას გაჩვენებთ. კარგით. აი ეს ნაწილი მოგსოვე, ახლა ჯერ ბოლომდე არ დამიმთავრებია კიდევ. ესე იგი თუ აი ამ წრეს არ ჩათვლით, ხვრელები აქ გვაქვს 1 2 3 4 5 6. აი გვსოვე ისე როგორც აი მე გითხარით, ესე იგი ერთ მხარეზე, აი აქეთ მხარეზე ვაკეთებთ ის 3 თვალს ნამატის გარეშე, აქეთ 2-ს. ყველა რიგში ესე, ხო? შუაში ქონდა ხუთვლიანი არგები. აი ესე. ხო გვაქვს 6 ესეთი 1 2 3 4 5 6 და აი აქ ვარ მოსული. აქ ხედავთ ეს რომელიც პატარა ეს უფრო მოკლეა, ეს უფრო გრძელია, ხო? ატყობთ აი განსხვავებას. აი ეს მოკლეა, ეს გრძელია და მოხრა აი ესე არის. ესე იგი აქ გავაკეთე მე 2 თვალი ნამატის გარეშე უკვე არკაში. და ეხლა მე ნახეთ უკვე მე-7 არკა იქნება ეს. აი აქ როგორც არის 1 2 3 4 5 6 და აი მე-7. ნახეთ პატარაა უფრო ესეთი არკა აი აქ და შემდეგიც აქაც ესეთი პატარაა. აქ არის სამთვლიანი არკები, რომ ესე უფრო დაწვრილდეს და დაწვრილდეს. ნუ შეგიძლიათ ხუთთვლიანიც გააკეთოთ, მაგრამ მე ვფიქრობ უფრო ლამაზად ჩდება ესე 3 თვალი, თავისუფალი თვალი. აი ესე. და აი აქ ვაკეთებთ 3 თვალს ნამატის გარეშე, ხო? იმიტომ აქეთ 2-ია, აქ არკა და მერე 3, როგორც წესი. აი აქაც 3 იყო წინა რიგებშიც. მეორე თვალი ნამატის გარეშე, მე-3 თვალი ნამატის გარეშე, აი ესე. და ისევ იგივე წესით ვაგრძელებთ. კიდევ ერთი, ესე იგი კიდევ უნდა გავყვეთ, მოვტრიალდეთ და აქ კიდევ ერთი ესეთი არკა გვაქვს გასაკეთებელი. ისე უკანა კედელში შესვლით. გავყვეთ, სანამ არ დაგრჩება 3 ბოლო თვალი. შეგიძლიათ 4, ანუ უფრო მალე დაამთავროთ ვიდრე 3 თვალი. აქ მე ახლა ესე ვაკეთებ 1 2 3 და აი აქ ვამაგრებ ხოლმე. შეგიძლიათ უფრო აი აქ დაამთავროთ და მერე მოტრიალდეთ. ანუ ეს უკვე თქვენზეა, გემოვნებაზეა დამოკიდებული. ესეთ შეცდომა არ იქნება, უბრალოდ შეხედავთ, რომ ის აი ესეთი მოტრიალებების კუთხეები ცოტა აქეთ იქნებოდა, ხო? შეიძლება უფრო მიჯრით, მაგრამ ცოტა ფორმას შეუცვლის, რა თქმა უნდა, ფოთოლს. ოდნავ, ხო? ისე. შეგიძლიათ ცადოთ და მერე მიხვდებით, როგორ გირჩევნიათ თქვენ. ახლა მოდით, მოგსოვოთ. აი ესე მოდ გადავთვლი 1 2 3 და კიდევ 1. აი აქ. ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით. იგივე თვალში, ესე იგი თავისუფალი თვალი, რა თქმა უნდა, ბიჯის არის და მომდევნოში უკანა კედელში, როგორც წესი, და ყველა თვალში ესე უკანა კედელში შესვლით თვლები ნამატის გარეშე. აქაც იგივე წესით, როცა მივალთ არკაში, გავაკეთებთ ჯერ 3, აი ნახეთ, ჩანს ხო, აქ 3 თვალია. აქაც არკაში უნდა გავაკეთოთ ესეთი წესით. 3 თვალი ნამატის გარეშე. ესე. აი ბოლო თვალი. და არკაზე ვარ მოსული. აქ ნამდვილად პატარა. აი აქ ნახეთ, ახლა დავაკვირდეთ ხო. აქ მაგ უკვე ნახეთ, მე ხარატო ვიფიქრე, რომ აქ 3 უკვე აღარ დაეტევა, იმიტომ რომ ხედავთ, 3 თვალი საკმაოდ დიდი მოცულობითია და აქეთ კიდევ 2 და ეს ხუთთვლიან არკაში ჯდებოდა, მაგრამ ახლა პატარა არკები რო გვაქვს ნახეთ, აქ ვაკეთებ უკვე 2 თვალს ნამატის გარეშე, არკას და 2 თვალს. უпроსტ ერთს. აქეთ უკვე 1 გვაქვს, ხო? ანუ აქეთ მაინც მეტია ვიდრე აქეთ, როგორც წესი, როგორც ვაკეთებდით. ესე იგი, ახლა აქ მეტი თვლები გვაქვს, ამიტომ აქ 2 თვალს გავაკეთებთ. 1 და 2 არკაში, ისევ 3 თავისუფალი თვალი და აქეთ 1 თვალი ნამატის გარეშე მხოლოდ. იმიტომ რომ პატარა არკაა, არ ჭირდება ბევრი თვლების, ესე იგი, ამოყვანა. ეხლა ისევ გავყვები. ფაქტიურად მე აი ეხლა აქ ჩემ მოდელში ხომ, აი ეს ეხლა რაც მოგსოვე, ეს გავყევი და უკან გამოვყვევი და აი აქ დავამთავრე. აი ესეთნაირად მაქვს გაკეთებული. ანუ მაგრამ ეს ხვდებით რომ მე ხარ რასაც გსო აი ეს არის სიმეტრიული აი ამის ნახეთ დააკვირდით აქ თუ წაღმა არის აქაც წაღმა არის და ნახეთ
ანუ სიმეტრიულია, ზუსტად ერთნაირი არ არის. ესე რომ ამოვატრიალო, ნახეთ, აი როგორც ეს დახრა აქ ამას, ხო? აქ წაღმა გაქვთ ეს ბურთულა, აქ უგოღმა ბურთულა მაქვს. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაითვალისწინოთ. ეხლა მე ეს რახან ეს ასეთი ორიენტაციის მაქვს მოქსოვილი. მეორეს რომ მოქსო უკვე, მოქსო არა ასეთი თანმიმდევრობით როგორც გაჩვენეთ, არამედ აი ეს 2 და 3 ამათ შევცვლით. ან ესე იგი ხუთლიანი არკის მიმართ. ხო? აი ესე. მე მგონი მიხვდით ამას ყველაფერს. თავიდან როგორც ავხსენი. ეხლა მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლო აი აქ რომ მივალ, პრინციპში დაგვემთავრებინა, უკან აღარ ჩამოვიდე, იმიტომ რომ ეს მოკლე მხარეა მოხრის ადგილი და ამას არ ვიცი რამდენად მოუხდება, რომ კიდე უკან წამოვიდე და აქ დავამთავრო. მოდით ნახოთ. თუმცა მიახლოებით ერთნაირი რაოდენობა უნდა გქონდეთ აი ამ ესეთი ასე თქვა წამახვილებული კუთხეები, ხო, ბოთლის. ნახოთ 1 2 3 და აი აქ სადღაც აქ. აი ესე. ხო, მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა მოუხვიოთ კიდევ ერთი თავისუფალი თვალი, იმიტომ რომ თუ არ მოუხვოთ, აქ ესე დამთავრდება და აქ ესეთი კუთხე არ იქნება ლამაზი, როგორიც აქ არის, ხო? ეს მოტრიალება აძლევს ესეთ ლამაზ სახეს. კარგით. გავყვეთ. ესე იგი, აქ დავტოვე 3 თვალი, ხო, არ მოგსოვე და ისე წავედი, ისე უკან მიმართულებით, ისე უკანა კედელში შესვლით, ეს არ დაგავიწყდეთ ხოლმე. და აქ შეგიძლიათ თავი ერთნაირად დაამთავროთ ყოველთვის. რახან მე აქ არკაში მაქვს დამთავრება, ნახეთ, არკაში მაქვს ამოყვანილი ბოლო თვალი, ჩანს ხო? აქაც ესე გავაკეთებ. კიდევ ერთი თვალი და აი ახლა უკვე არკაში ვარ. აი არკაში ამოვიყვან ბოლო თვალს. აი ეს იქნება ჩემი დეტალი ახლა. აი ესეთი დეტალი. აქ რა თქმა უნდა კიდევ ერთ თავისუფალ თვალს ამოვიყვან და ცოტა გრძელ ძაბს მოვჭრი. აი ესე. გამოვაწვრინოთ ეს ძაფის ბოლომდე. და სულ ეს არის. აი ესე. აი ესეთი. ეხლა ხვდებით რომ ეს წაღმამხარით ამაქვს, აი ეს ამას უყურებს წრეს. ეს წაღმამხარით აქეთაა. აი ნახეთ როგორია. ხო, ესე იგი მე ამ ძაფისთვის კიდე მოსაქსოვი მექნება აი ასეთი. ანუ მე აქ რომ მოგსო, სადაც გითხარით, ხო, თავიდან რომ დავიწყე ეს წრე რომ მოგსოვე, აი აქ განაწილება 2 და 3 თვალი ნამატის გარეშე არკაში იქნება ამის საპირისპიროდ, არა ასე როგორც ეს მოგსოვე. ერთი ესეთი გვინდა, მეორე აქეთ ამხარე. თუ ორი ესე თუ გინდათ რომ სიმეტრიული ქონდეთ ესეთი, ან შეიძლება კიდევ აი ესე პირიქით აი ესე ამოდიოდეს, მაგრამ თავი წაღმამხარე ზემოთ უნდა იყოს ყოველთვის, ხო? ეს გაითვალისწინეთ. ორი დეტალი რო გექნებათ სარკულად სიმეტრიულები, არ იქნება პრობლემა. კარგით, აი ეს იყო დღეს ძალიან ლამაზი დეტალია, გირჩევთ რომ მოგსოვოთ. წარმატებები, კარგად ზანდებოდეთ.